თქვენი მწვადი არის სიურპრიზების გარეშეო. ხო, სიურპრიზის სინამდვილეში ხო კარგია, მაგრამ ზოგ თემაში არ არის კარგი. ხო და თქვენო მე და ჩემს პარტნიორს გითხრათ, თქვენო შექმნითო მწვადი სიურპრიზების გარეშეო. მე როცა უკვეთავო, მე ვიცი რას მივიღებო. და მოდი მაგიობრებო, გინ ჩამითვალე რეკლამად გინ ჩამით. ცეცხლი აინთოს წვადი თუ არა გაქვს გასინჯული, ერთხელ მაინც გასინჯეთ. და მიხვდებით რაზე ვლაპარაკობთ. თორე ესე კი შეიძლება, რავი, წვადი ყველას გასინჯული გვაქვს და ბევრჯერ, მაგრამ მაინც მე მგონი საინტერესო კონცეფციაა. კი, ჩვენ ცადეთ რა, მე და ჩემი პარტნიორმა ცადეთ რა, რომ დავარღვიოთ ის რაღაც სტერეოტიპი, რომ ქართული ჭამა, ქართული ბიზნესი, აი თავიდან კარგად დაიწყებს და მერე ცუდად წავა. არაფერი არ წავა ცუდად. ყველაფერს მივხედავთ, უფრო გავაუმჯობესებთ და ყველაფერს ისე ვიზავთ, როგორც უნდა იყოს და არა ისე, როგორც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ.